თბილისის ცენტრში ახალგაზრდა დაჭრეს შემთხვევა ფანასკერტელის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით დაჭრილი ანდრო ჯოხაძე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის შვილია. გაზარალებულს ჭრილობა მუცლის არესტში აქვს მიყენებული. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა კლინიკაში გადაიყვანა. ოჯახმა დამნაშავის ვინაობა სავარაუდოდ იცის. ადგილობრივების მონაყოლის თანახმად ბრალდებულიც იმავე უბანში ცხოვრობს, სადაც ჯოხაძე. ბრალდებულს პოლიცია ეძებს. სისხლიანი გარჩევა საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები რჩებიან. კორპუსელია და არ ვიცი რა მოხდა, როგორ მოხდა არ ვიცი. თვითონ რა გვარია ვინც დაჭრას? ჯოხაძე. ვინ დაჭრა თვითონ? არ ვიცი. მაღალჩინოსნის შვილი არის, ხო თავდაცვის სამინისტროში მუშაობს. კი ბატონო. თქვენ პირადად იცნობთ ამ ბიჭს, სახელი თუ იცით მე ამ ბიჭის? სანდრო. როგორ არ ვიცი? და რამდენი წლის არის სანდრო? აი, წლოვანებას ვერ გეტყვით. რომ მოვედი, უბრალოდ ყველაფერი სასწრაფოს საყვანილი იყავდა ყველაფერი და არ ვიცი მე რა მოხდა, რა არ მოხდა არ ვიცი. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, შესაბამისი უწყებები გაგცემენ პასუხს. დაშავებული ამ ეტაპზე არ ვიცი, არა ვერ გეტყვით. რამდენი ხნის უკან მოხდა შენ? არ ვიცი, ვერ გეტყვით. რამდენი ხანია? მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რამდენი ხანია რაც აქ იმყოფ? ანუ დაახლოებით 20 წუთია.